მუდრა აძლიერებს ეფექტს ამა თუ იმ ვარჯიშის. და მედიტაციაშიც ხო ხან ამათიც მოხრიან, ხან ამთიც მოხრიან, ხან ამთიც მოხრიან, ხან ამთიც. შუათითი, ეს არის მასწავლებელი, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მუდრაა შუათითით, იმიტომ მე გეტყვით, საჩვენებელი თითი ეს არის ბედი, ხო? ბრძანება, ხო, ვაჩვენო, უყვართ, ხო, თუ დააკვირდებით, ვისაც ძალაუფლება აქვს, უყვარს საჩვენებელი თითით მითითება, ხო? და ცერათითი არის ნება. ამიტომ ამ სისტემაში ნებისმიერი მუდრის გაკეთების დროს ცერა თითი უნდა იყოს სხვა თითებზე ზემოდან. თუ კი მუშტი არის ასე, ხომ? თუ კი მუდრა არის ასე. ანუ ფრჩხილ ზემოდან. არც ესე. ამას უკვე სხვა დატვირთვები აქვს. ანუ ჩვენ თუ გვინდა ტვინის წილების ფუნქციები გავაძლიეროთ და იქ ჩაკრებთანაც არის კავშირში. პირდაპირ ცერა თითი უნდა დაედოს სხვა თითების ზემოდან. ჭხილთან, ხო? ვისაც არ აქვს ჭხილი, შესაბამისად ზოგს აქვს ხოლმე შესაბამისად ცერა თითი, რომ ნებამ უნდა მართოს, ესა თუ სტიხია, რადგან სტიხიებთან და ელემენტებთან არის კავშირში, ხომ? მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი. თითების მოქნილობა და მათი მოძრაობა საგრძნობლად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე. და თითოეული თითი კავშირშია გარკვეულ ნერვულ ცენტრთან და დიდი თითი შეესაბამება ცერა თითი ლოგიკას, ნებას და სულის განზრახვას. სუჯოგშიც კი ამ თითში პაკი გაგიგიათ ხო სუჯოგ თერაპია, ასე არის შემოქმედების სულია განსხეულებული. და ეს თითი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ამ თითებზე, როდესაც მაგალითად ნემსებს ვარჭობ, ეს უკვე ძალიან ესეთი პრობლემებია, მუცლად ყოფნის პერიოდი და ღრმა წარსული. ანუ სულიერი ინფორმაცია ეს. საჩვენებელი თითი შეესაბამება ბრძანებას, ბედს და ფილტვებს, უკვე ორგანოში წავედით. ამიტომ ვისაც სასუთხი სისტემა სუსტი აქვს, შეგიძლიათ უკვე მე მუდრა გააკეთოთ, საჩვენებელი თითი მოხაროთ და გაკეთდეს ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და ეხლა მაგას დეტალურად აგიხსნით. შუა თითი მასწავლებელი, ხო? ეხლა არ მინდა ვაჩვენო და ასე ხაზავდნენ ხოლმე, ხო ადრე. და ესეთი საკმაოდ ისეთი პოპულარული ჟესტია, ხო? და კავშირშია კუჭთან და ღვიძლთან. ამიტომ ვისაც პრობლემა აქვს კუჭ-ნაწლავთან და ღვიძლთან, მაშინ ეს მუდრა უნდა გამოვიყენოთ. არათითი, როგორც წეღან მახსენე, ზოგად საკაცობრიო სიყვარულია, აი ალტრუისტული სიყვარულია, უპირობო სიყვარულია, თანაგრძნობა და კავშირშია თირკმლებთან. და ნეკათითი ეს არის სექსი, სექსუალური სფერო, სურვილი, ნება და რაც შეეხება აი ფიზიკურ ტოლვას. ეხლა წილებსთან რა კავშირშია, როგორი კავშირშია? შუა თითი შეესაბამება შუბლს. ამიტომ მე თუ მოვხარე და ამ დროს გადავიტანე ყურადღება შუბლზე და გავაკეთე, მე კიდევ უფრო გავაძლიერე ენერგიის კონცენტრირება შუბლის წილებთან. საჩვენებელი თითი შეესაბამება თხემს და მერიდიანებიც ესე არის. ახლა უყურეთ, გახსოვთ წინა სლაიდი რო იყო. აი ეს წინა სლაიდი, რომ შუა თითი შეესაბამება კუჭსა და ღვიძლს. შუბთან არის კავშირში ღვიძლის მერიდიანი, კუჭის მერიდიანიც. ანუ ძალიან ლოგიკურია, ეს ოღონდ ემპირიულად გეუბნებით რა, როგორც კი თითები იხრება, ენერგია მიდის ღვიძლთან, კუჭთან, კუჭქვეშა ჯირკვალთან და თირკმელზე და ჯირკვალთან და თირკმლის არხთან. მერე არათითი, აი ახლა შემდეგი სლაიდი, ხო? საჩვენებელი არის თხემთან, ნეკათითი კავშირშია კეფასთან. ეს ხო ყველაზე ძველი რეპტილიურია. ამიტომ როგორც კი ნეკათიც ვხრი, მე ენერგიას კიდევ უფრო ვაძლიერებ კეფის წილებთან. შუათის თუ მოვხრი და მოუხრი, თან უყურეთ, ამას აქვს ლიმფაზე, სითხეებთან ზემოქმედების ეფექტი. ძლიერ ყოველთვის არ არის საჭირო. მაგრამ ხანდახან მე მიმიცია. იმიტომ რომ აი ძალიან სჭირდებოდა დახმარება, შეიძლება ხო, სითხეების შეგუბებასთან იყოს კავშირში, იმიტომ რომ თან თირკმლებთან არის, თან ლიმფასთან არის, თან გამაძლიერე ეფექტი აქვს. ამიტომ შუბლი თუ კიდე მინდა უფრო გავაძლიერო, იქნება ეს მუდრა. თუ კი კეფა მინდა გავაძლიერო, ეს მუდრა, კიდევ უფრო, ხომ? თუ კი თხემი მინდა გავაძლიერო, ეს მუდრა. მერე ნელ-ნელა მე აგიხსნით, რომ შეიძლება კომბინაციაში დაგჭირდეს ეს
ეს, ანუ გააჩნია უკვე მე მოთხოვნილებას. ეს რომ გავიგოთ, როცა დავამთავრეთ, მე უკვე დიაგნოსტირებაა საჭირო, რომ იცოდეთ, ხო ხვდებით, რომ თქვენ თავს რა მოდრა დაუნიშნოთ. ევოლუციურად შუბლის, ანუ ძვლის უკან ქერქი, ანუ ჩვენ გვაქვს ქერქი და ქერქვეშა ცენტრები. და შუბლის წილებზე არსებული ქერქი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც გონიერი ადამიანებისთვის. ამას ეძახიან პრეფრონტალურ ცენტრებს და პასუხისმგებელია პასუხისგებაზე, რომ ეს პასუხისგებლობა ავიღო. ემოციურ სტაბილურობაზე, რომ რაღაცა ეგზალტირებული, როგორც კი კონცენტრაცია გადამაქვს, შვიდდები. კიდევ რა, რაციონალური არჩევანი გავაკეთო უამრავ არჩევან შორის. ამას ეს შეუძლია. და კიდევ სოციალური ემპათია, თანაგრძნობა. და მე მახსოვს, კი იჭიმება, ხო, იმიტომ რომ კავშირში რეფლექტორულად. ნელ-ნელა რომ უფრო ხშირად გააკეთეთ, უფრო აი ეს თქვენი სენსიტიურობა, შემგზავრებლობა კიდევ უფრო გაიზრდება. და ხელები სხვანაირად დაგიწყებთ ჟუვილს, იქ წავა ვიბრაცია, იქ პულსაცია და